რატომ არ ამბობენ უარს ბარიერ გადალახული პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებაზე? კითხვა მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური დაპირისპირებების საგანია. მიზეზი კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადება გახდა, რომელმაც ღია თქვა, რომ ოპოზიციური პარტიები ოცნების მიერ შეთხსულ რიცხვებზე დამყნობილ დაფინანსებას დათანხმდნენ, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათივე პოზიციებთან არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან ვიკითხეთ, რატომ დათანხმდნენ ისინი ამ თანხების მიღებას, თუ კი არჩევნებს არ აღიარებენ. თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა არჩევნებში დაგროვებული ხმების მიხედვით განისაზღვრება. ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის თანხა მოწყალება არ არის და ის არც ივანიშვილს ეკუთვნის, რომ მან განსაზღვროს თუ ვინ აიღებს. ასევე დასცენენ, რომ ახლა ვექტორის გასწორების დროა და არა ბინძური კამპანიის წამოწყების, რომლის მიზანი გაუგებარია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აზიანებს. ცნობისთვის, ცესკოს განცხადების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს. ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიებიდან თანხებზე უარი მხოლოდ კოალიციამ ცვლილებისთვის განაცხადა. ჩვენ ამ წალებში არჩევნების ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები. დასრულებისთანავე ძალიან ღიად და მკაფიოდ თქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ მის შედეგებს. ბუნებრივია არ შევდივართ საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად არ ვიღებთ იმ საბიუჯეტო დაფინანსებას, რომელიც ამ რაღაცა მანდატებს თუ რავით შედეგებს მოყვება. თუ არ აღიარებ შედეგს, ლოგიკური და თანმიმდევრული არის ალბათ ესე მოქცევაც. ჩემი აზრით არ იყო, რავით, სწორი საქციელი სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, როცა მათ უარი არ თქვეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე. გამომდინარე იქედან, რომ მანდატების შეწყვეტის საკითხს ალბათ დიდხანს მხოლოდ არ განიხილავს ისევ საქართველოს პარლამენტი და შესაბამისად მათ მოუწევთ რაღაცა ანგარიზე თანხის ჩარიცხვა, რაც კობახიძეს და კოლექტიურ კობახიძეს აძლევს საშუალებას გააკეთოს ის განცხადებები, რაც გააკეთა და რა ვიცი, იმის ფონზე, როცა ქუჩაში 100,000-ობით ადამიანია გამოსული, მათ შორის ბევრი საჯარო მოხელე და ასე შემდეგ, გონია რომ სწორი საქციელი პოლიტიკური პარტიების მიერ იქნებოდა ის, რაც გავაკეთეთ ჩვენ. გაუგებარი და ძალიან ბინძური კამპანია არის წამოწყებული ამ თემასთან დაკავშირებით და სამწუხარო არის, რომ ამას უერთდება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც, რომელიც როგორც ჩანს, მთავრობასაც და სავარაუდოდ ამ პარტიასაც რაღაცები გადასაფარი აქვს ამ თემით. პირველი ყველა ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც არც ერთი ოლიგარქი არ უდგას გვერდით და არანაირი შემოწირულობა არ მიუღია წინასაარჩევნოდ, რომელიც რაიმე კითხვის ნიშანს დაბადებდა. უნდა ვთქვათ, რომ ეს დაფინანსება არ არის ბიძინა ივანიშვილის და არც მისი მოწყალება არ არის, ეს არის ქართველი ხალხის და კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჩვენი ამომრჩევლის დაფინანსება. და ამაზე საუბარი, რომ თურმე რომელიღაცა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ და მათ შორის ოცნება უნდა გადაწყვიტოს, ვინ რა თანხა უნდა აიღოს, ეს არის უბრალოდ სასაცილო, ამას წყვეტს ჩვენი ამომრჩეველი. პროცედურა იურიდიული, ჩვენ კი ბატონო, ჩვენც არ დაგვიწერია და არც სხვა პარტიებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქართული ოცნებიდან უნდა ვაპირებთ რამის აღებას ან დაფინანსებას. პირველ რიგში პარტიების დაფინანსება ეს ბიუჯეტის თანხა და არა ქართული ოცნების. მეორე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პარლამენტის წევრებს, როგორც იცით, ჩვენი სია ჩახსნილია, პარლამენტის წევრები არ აპირებენ შესვლას პარლამენტში, მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ იგივე ვთქვათ, ახლების წარმომადგენლებმა მაგალითად ზუგდიდში დაუჭირეს მხარი ბიუჯეტის მიღებას და ზოგადად საუბარი დღეს, როდესაც ჩვენ უნდა გავასწოროთ ვექტორი, რას ვებძვით და ვის ვებძვით. ოპოზიციურ ველზე ვებძვით ერთმანეთს თუ ბიძინა ივანიშვილის გაშვება გვინდა ხელისუფლებიდან, თუ შეიძლება ეს თანხა დაბრუნდეს უკან, ან მოხმარდეს იგივე მოგეხსენებათ, რამდენი ნაწამები ადამიანია, გალახული ადამიანია, რამდენი პოლიტპატიმარი ყავს ამ ქვეყანას, მოხმარდეს ამას. ეს არ არის წყალობა ქართული ოცნების, ეს არის ჩვეულებრივად საბიუჯეტო თანხა, რომელიც 180,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიანიჭა ძლიერ საქართველოს და მას სურს, როგორც პარტია მიარსებოს აი ამ ქვეყანაში და ყველა პარტიას აქვს ამ შემთხვევაში მისთვის, ასე ვთქვათ, მისი შეძლების დაგვარები გვარად მოიხმაროს ის თანხა, რომელიც თლიანობაში მას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში უბრალოდ მართლა სასაცილო არის, როდესაც აი ამ მიმართულებით ჩაება ზოგიერთი მართლაც გამოცდილი პოლიტიკური ფიგურა ქართული ოცნების ნარატივში და აყვა მათ ხმას.